თბილისის საკრებულოში ჯერჯერობით ლუკა ძაძამია არ გამოჩენილა, თუმცა მან დაანონსა, რომ აუცილებლად მოვა სხდომაზე და ამის შემდეგ ის მედიასთან განცხადებასაც გააკეთებს, თუმცა კახა კალაძისგან ვისმენთ, რომ ძაძამიას წასვლის мотиваცია გახდა შეურაცხმყოფელი კომენტარები და შეფასებები, რომელიც ახალგაზრდა პოლიტიკოსის მიმართ ისმოდა. იყო თუ არა მამოტივირებელი ძაძამიასთვის, რომ წასვლის განცხადება დაეწერა, მაგალითად, ქართული ოცნების მხარდამჭერების თუ წევრების პრეტენზიები სოციალურ ქსელში არაერთი მათგანი წერდა, რომ მათთვის მიუღებელი იყო და შეურაცხმყოფილები დარჩნენ, როდესაც კალაძემ საკრებულოს სიაში წარადგინა არა რომელიმე ძირძველი მხარდამჭერი ქართული ოცნების, არამედ ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მანამდე რუსთაველის გამზირზე სწორედ ქართული ოცნების საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა. კახა კალაძე ამბობს, რომ მასთან არც გუნდის წევრებს და არც მხარდამჭერებს პირადად კომუნიკაცია მსგავს საკითხზე არ ქონია. თუმცა, როდის მიხვდა კახა კალაძე, რომ ლუკა ძაძამია უნდა ყოფილიყო მისი გუნდის წევრი, როდის აღმოაჩინა და დაინტერესდა ახალგაზრდა პოლიტიკოსით, ამაზე დღეს პირდაპირი პასუხი ჩვენ თბილისის მერისგან ვერ მივიღეთ. ლუკა ძაძამია არის ახალგაზრდა ადამიანი. ყველას გვეშლება ცხოვრებაში. შეუცვლელი არავინ არ არის. არც თქვენ, არც მე და არავინ. ყველას გვაქვს შეცდომა დაშვებული. მით უმეტეს, როდესაც ხარ ახალგაზრდა. მან გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, რომ დაუშვა შეცდომა და ყველას მოგზდის. ახლა შეუცვლელი არავინ არ არის. შესაბამისად, ახსნა განმარტება გაკეთებული იყო მის ქმედებებთან დაკავშირებით, მის აწმყოსთან დაკავშირებით, მომავალთან დაკავშირებით. თუ ქონიათ პრეტენზიები ქართული ოცნების მხარდამჭერებს. პრეტენზიები არ ყოფილა ჩვენთან და ჩვენ და ქართული ოცნების მხარდამჭერებზე თქვენ მოინერვიულობთ. თქვენ მიხედეთ საკუთარ და შევხედავთ რა საყვედურობდნენ. გაუბედურებულები ხართ, გაფარჩაკებულები ხართ. ნახეთ რა მდგომარეობაში შეურაცხმყოფაზე მაშინ გადადიხართ, როცა არა, რეალობაზე ვსაუბრობ. რეალობაზე. არა, უნდა მიიღოთ ეს რეალობაში, რა რეალობაშიც ხართ. უნდა დაითავისოთ. საყვედურობდნენ თუ არა, როდესაც აქციის ყოფილი მონაწილე ჩასვით სიარული. ქართული ოცნების მხარდამჭერებზე თქვენ მაგაზე არ ინერვიულობთ, მერწმუნეთ უფრო მეტი გაქვთ სანერვიულობ. იმ მდგომარეობაში ხართ, რომ ძალიან ბევრი გაქვთ საფიქრალი და ძალიან ბევრი გაქვთ საფიქრალი. ლუკა ძაძამია, როდესაც სიაში ჩასვით, ვისი რეკომენდაციით მოხდეს? გითხარით ლუკა ძაძამიასთან დაკავშირებით, გავაკეთეთ განმარტება და დღეს თქვენ არ ინერვიულობთ, ხო გითხარით მაგაზე ძალიან ბევრი გაქვთ სანერვიულო. სიაში როგორ მოხდა? ვისი რეკომენდაცია? თქვენ გეკითხებათ როგორ მოხდა სიაში? როგორ გაიცანით? აქციაზე რომ იყო, იქიდან მოიხიბლეთ მის? ნახეთ, თქვენ ვინ გეკითხებათ თქვენ ამ შემთხვევაში TV პირველის ჟურნალის ჩვენი გუნდის წევრი როგორ მოხდა ლუკაც და თქვენც და როგორ აკეთებთ არჩევანს? თქვენ ვინ გეკითხებათ ჩვენ როგორ ვაკეთებთ არჩევანს? ამომრჩეველმა ხომ გაიცადეთ ლუკა ძაძამიაზე როგორ გააკეთეთ არჩევანს? ამომრჩეველმა ძალიან კარგად იცის ბევრი რამე იმისა აქციებიდან გაიცნო ძაძამია. თქვენ როდის შესაბამისად თქვენც აქციებზე რომ აკეთებდა განცხადებებს, მაშინ გაიცანთ. თქვენ შეძლებთ ამასთან დაკავშირებით, რომ გაანალიზოთ, რატომ ხართ, როგორ ხართ, თქვენ გააგრძელეთ, იყავით ეს თქვენი უფლებაა და თქვენი არჩევანია. 21 დღე დასჭირდა ლუკა ძაძამიას იმისთვის, რომ მიმხვდარიყო, რომ საკრებულოს დეპუტატობა აღარ უნდა და უფრო კონკრეტულად რა უბიძგა, რომ განცხადება დაეწერა, ამაზე ალბათ თავად გააკეთებს განმარტებებს, რადგან კალაძემაც დაანონსა, რომ ის დღეს საჯაროდ ახსნა განმარტებებს გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაწერა განცხადება.